სახელითა მამისათა დაზისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. სადღესასწაულო საგალობელი ამბობს, ცოტა ხნის წინ ჩვილი გიხილეთ, ხოლო ეხლა სრულსა ღმერთსა ხედავთ დინარეში ჩამდგარს და ივანე ნათლისმელისაგან ნათლისღების მიმღებს. ამ დღესასწაულს ღვთის განცხადების დღესასწაული ჰქვია. ღმერთი გააცხადდა ჩვენთვის, რომ ადამიანთა მოდგმა გამოიხსნას სიკვდილის ტყვეობისაგან და სრული სამება ხილულად ადამიანებმა იხილეს. ხმა ისმა ესე არის ძე ჩემი საყვარელი, ხოლო მტრედი სულიწმინდა ყველამ დაინახა, ხოლო თავად ღმერთკაცი დინარეში იდგა. და ეს ადამიანის გონება ვერ მიხვდება, რომ რახელა განგებულება ღვთისა. დინარე იორდანესაც შეეშინდა და როცა უფალი ჩავიდა დინარეში, უკუ იქცა. აღმა დაიწყო სვლა. დღესაც ეს სასწაული ხდება. დღეს იერუსალიმის ეკლესია საპატრიარქო წყალს აკურთხებს. შემდეგ იორდანის მხრიდან მოადგებიან დინარე იორდანეს და შემდეგ იორდანის მღვდელმთავარი აკურთხებს დინარის წყალს. ეს საფრთხო განგებულება ადამიანის გონობისათვის მიუწვდომელია. ღმერთკაცი დგას დინარეში და მონისაგან მიიღებს ნათლისღებას, მაგრამ ეს ჩვენთვის ქნა უფალმა, რადგან სიმართლის ასრულება ყოველთვის ყველასაგან აუცილებელია. ამიტომ ფუჭად მეტყველებენ და აუგად მეტყველებენ ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ცნება მხოლოდ მონაზონთათვის, სასულიერო პირთათვის არის დათქვამი და დაწერილი. უფლის მცნება ყველასაგან შესასრულებელია. ეკლესიის ისტორია მიცის, ერის ადამიანები, რომლებიც თავისი ღვაწლით ცხოდნენ და სასულიერო პირები, რომლებმაც და მონაზვნები, რომლებიც მონასტრებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ის ხვედრი, საშინელი ხვედრი გაიზიარეს. სასופველს დააკვდნენ. ღვთისწინაში არ არის დიდი და პატარა. დღევანდელი დღის მადლი ეფინება ყველას. შემწოდეს თუ არა შემწოდეს, ხარისხიანს, მეფეს, მთავარს თუ სასულიერო პირს, დღეს წყლის ბუნება შეიცვლება და სასწაულთვისება შეიძენს. მეზობელ ეპარქიაში ერთი ძველი ნაქალაქარი ნასოფლარი საცხოვრებელი გათხარეს არქეოლოგებმა და იქ არის ერთი დიდი ეკლესია. დაახლოებით ამბობენ, რომ არის ალბათ მე-4-მე-5 საუკუნეების. და მე-9 საუკუნის ფენაში აღმოჩნდა თიხის დიდი ჭურჭელი, ქვევრი. ოღონდ ეს არის იმ ტაძრის დასავლეთის სტოვის შესასვლელში და დაბეჭდილი იყო ეს ქვევრი. და როდესაც გახსნეს, ნახეს, რომ წყალი არის ცოცხალი, ანუ შეურყვნელი. დაგვირეკეს ჩვენ როგორც საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოს და გვითხრეს, რომ ესეთი რამ მოხდა. უთხარით, რომ დაიცვა სულთათის წყალი და საბჭო აუცილებლად ჩავარდა ნახავს. მე-9 საუკუნის ფენაში, მე-9 საუკუნეში დაბეჭდილი ქვევრი გაიხსნა და იქიდან ამოვიღეთ წყალი და ყველა მიგ ეს წყალი დავლიეთ, ვიხმიეთ. წყალი იყო სრულიად ჯანსაღი. და აი დღევანდელ დღეს აღსრულებული წყალკურთხევა, რომელსაც ჩვენ დღეს ჩავატარებთ, ამ მადლისა და ძალის მატარებელია. არა მხოლოდ იქ, სადაც ჩვენ წყალს ვაკურთხებთ, არამედ სოფლიო წყლები იკურთხება და მადლი, საფრთხო მადლი მიენიჭება ყველა ამ წყალს.
გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს კიდევ განსხვავებული დღე გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მონასტერში ვატარებდით წყალკურთხევას. ხოლო საეკლესიო წიგნებში და დიდ კურთხევანშიც ესწრია, რომ მონასტრის გარეთ თუ არის წყარო, მაშინ მონასტრის სასულიერო პირები, წინამძღვარი, ეპისკოპოსი გადის კარიბჭეში და აკურთხებს წყალს წყაროზე. ანუ ჩვენ წყლის კურთხევა გვექნება გარეთ წყაროზე, რომელიც ყველამ კარგად იცით. დღეს კიდევ გვაქვს ესეთი გამორჩეული დღე. ჩვენი ეპარქიის სამღვდელოებას ვაჯილდოებთ თავდაუზოგავი და თავდადებული შრომის გამო, სულიერი და ფიზიკური შრომის გამო. ყველამ კარგად იცით, რომ თითოეულ ჩვენთაგანს სასულიერო პირებს გულისხმობ. თითო საბარია 3 მინიმუმ და 3-ზე მეტი ეკლესია, ზოგს 5-4 და პარაკლისებს ატარებენ და მოივლიან ეპარქიის ტაძრებს. და იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება წმინდა ნინოს გზაზე კათოლიკოს პატრიარქის ლოსაკურთხევით, რომელიც უკვე 10 წლეულებია იმართება, ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება იღებდა მონაწილეობას და ფეხით ფარავნის ტბიდან სვეტიცხოველში მოდიოდნენ მთელი ამ გზის მოლოცვით. და ჩვენს, რა თქმა უნდა, ეს უფრო ადრე უნდა მოხდარიყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დავაჯილდოთ ჩვენი ეპარქიის სამღვდელოება და თქვენთან ერთად, ჩვენი მრევლის სიმრავლესთან ერთად მიულოცოთ მათ. მამა მიქაელი ჭაბაშვილი, რომელსაც უკვე 93 წლიდან არის ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი. შრომა დიდი აქვს და გადავწყვიტეთ, რომ მისი დეკანოზის ხარისხი კიდევ უფრო ავამაღლოთ. დაჯილდოებული არის გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით. მოხსენით მადლობა. Axios 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 Iso kartmașe igniț. Ulocavt mamaos am ჯილდოს კლავაც შემართებითა და კეთილად ემსახუროს. ჯერ მიუჩვეველია, მერე მიეჩვევა. დეკანოზი ზაქარია ჩიხრაძე, რომელიც ასევე თავდაუზოგავად შრომობს და დეკანოზის ხარისხი გსურს, რომ ავამაღლოთ და გავშენებული ჯვრით ვაჯილდოვებთ და ეძლევა უფლება მიტრის ტარების. Axios 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 Pisi bok. Შეაგვიანდა. მამა რაჟდენი, რომელიც ასევე წლებია დიდხანს თავდაუზოგავად შრომობს და გვინდა დავაჯილდოთ გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით. Axios 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 Axios
მამა გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ასევე დიდი ხანია და ნაყოფიერად ჩრომობს ჩვენს ეპარქიაში, დაუზარვად და მისი დეკანოზის ხარისხი გვინდა დავაჯილდოვოთ გამშვენებული ჯვრით და მეტრის ტარების უფლებით. აქციოს კიდევ ყავს დასაჯილდოებები, ასე რომ შემდეგ დღესასწაულებზე გვექნება ისევ ესეთი დიდი სიხარული. ალბათ ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავემეორებ, რომ ჯილდო პატივი არის დიდი პასუხისმგებლობა და თუ ვინმე ეძლევა იმისთვის, რომ კიდევ უფრო თავდადებითა და თავგამოდებით ემსახუროს უფალს. და როგორც ჩვენი დიდი მამები ამბობენ, პირველად ღმერთი და შემდეგ სხვა დანარჩენი. გვაქვს იმედი და მამებიც ასე ფიქრობენ, რომ ღვთის სიყვარულით მოყვასის მსახურებაში ამ ხილულ წუთის სოფელში მოიპოვონ სასუფეველი უფალთან ყოფობა. მერთმაინებო, სორსავს სოფელში ჩვენი ერთად ყოფნა. ეხლა კი გავდივართ წყალკურთხევაზე და წყაროზე, ალავერდის გალავანთან წყაროზე ვაკურთხებთ წყალს. ჩვენთან არის ღმერთი. არც და იყოს. ეს მოგიწევთ.